პოლიტოლოგიაში ხართ, არა? სინთეზენ თქვა თქვენთან ძალიან კარგად, არა, მე პოლიტოლოგი არა ვარ, სანტექნიკე ვარ, ვიხუმრა, იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი თუ ერთადერთი პოლიტოლოგი არ არის საქართველოში. განსაკუთრებით უყურე ადვოკატ პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები გახდნენ. აგერ მაქვს 8 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის ოქმი. ხდომის ოქმის აქ მიდის დისკუსია და ეს გაეროს უშიშროების ხდომა ჩატარდა ნიუ-იორკში 8 აგვისტოს ღამის 1 საათზე. ანუ ჩვენი დროით 10 საათზე. 8-ში. და იცით ვისი მოთხოვნით ჩატარდა? რუსეთის მოთხოვნით ჩატარდა ეს ხდომა. და მოტივი ის იყო, რომ რუსეთმა შეიტანა უშიშროების საბჭოში საჩივარი, რომ საქართველოს დაიწყო აგრესია, ასე ვთქვათ, ცხინვალში და ითხოვდა, რომ უშიშროების საბჭოს ესე განეხილა ეს საკითხი. ყველაფერი არის ამ ოფში მოტანილი. ერთი მხარე არის ჩურკინი და მეორე მხარე გახლავთ ალასანია, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოს წარმომადგენელი იყო გაეროში. მე მაქვს ამოწერილი ალასანიას ისინი რა ქვია დისკუსიაში რაც ამბობს ალასანია. მაგალითად ამბობს, რომ აი ახლა ელჩუჩიო მივიღეო ინფორმაციაო, ანუ 8-10 საათზეა ლაპარაკი საქართველოს დროით. რომ უდიდესი კონტინგენტიო სამხედროებისა და ტანკებისო როკის გვირაბიშიო შევიდაო რუსეთის მხრიდან. მეორე ხდომა ჩატარდა უკვე საქართველოს მოთხოვნით ბატონო დავით გაეროს უშიშროების საბჭოში, იგივე 8 აგვისტოს ოღონდ უკვე ესე იგი 4 საათზე ნიუ-იორკის დროით, ანუ უკვე ფაქტურად 9 არის დაწყებული, 9 არის წვია. პირდაპირ საათები და წუთები არის მოყვანილი ალასანიას მხრიდან, რომელ საათზე ესე იგი გადმოლახა საზღვარი და რა იყო ამაში სადისკუსიო 3 თვის განმავლობაში თქვენ აი ხალხო რა რომ ესე იგი გამოუჭედეთ ამ ადამიანებს ეს თავი და იყო საზოგადოებაშია დებატები ზოგმა შეურაცხყოფა მიაყენა ერთმანეთს ყველაფერი წერია და თქვენ მოგონიათ რომ ეს ჩვეულება ეს არის გაეროს უშიშროების დოკუმენტები გახლავთ ყველაფერი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რატო აღიარა სააკაშვილმა ამიტომ აღიარა რომ ეს დოკუმენტალურად დამტკიცებულია ყველაფერი და ეხლა უფრო უარეს გეტყვით ესე იგი ის რაც ალასანიას ის რაც რითაც ამართლებს ამას იმ გაეროს უშიშროების საბჭოზე იმ კომისიაზე იგივე ესე ვთქვათ ილაპარაკა სააკაშვილმა ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს რომ შეთანხმებული პოზიცია ჰქონდათ ორივეს რა იმ დროს და იცით რა შეასახმე რომ ისიც განსუსტი პოზიციაა როდესაც სააკაშვილი ამტკიცებს იმას თავის გამოსვლაში რომ ესე იგი ხდებოდა ასე ვთქვათ სისტემატიური პროვოცირება და პირველში, 2-ში, 3-ში და 4-ში. ბატონ დავით, იქ ეუთოს დამკვირვებლები ხო იყვნენ? ოფიციალური დასკვნები არსებობს, ვინ აკეთებდა ამ პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან კეთდებოდა ეს, ოსების მხრიდან თუ ქართველების მხრიდან და მე უნდა ვიხსენო, რომ სასარგებლოდ საქართველოს მხარეს არ არის ეს დასკვნები. ამიტომ იცით რა შეასახმე? იმიტომ არის რომ აი ეს ყველაფერი რო არსებობს და ეს ალიავინის კომისია რომელიც ევროკავშირისა და ის გავლენა არა აქვს არც რუსეთს სხვადასხვა იმ კომისიას და ვერ საქართველოს ვერ ექნება სხვადასხვა ვერ შეერთებულ შტატებს ეს მინდა ევროპული კომისია არის და სხვადასხვა უპრეცედენტო არის რომ ევროკავშირმა შექმნა ასე ვთქვათ კომისია იმ ქვეყანასთან დაკავშირებით რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის ეს იმას მიუთითებს რომ ისინი ძალიან დაინტერესებულები არიან რაღაცასთან დაკავშირებით რატო არიან დაინტერესებულები ევროპელები ხო აი გეტყვი რა ეხლა მე ივლისის ბოლოს უნდა დაიდოს საბოლოო დასკვნა მე არ ამგონია რომ საქართველოს ხელისუფლების ასე ვთქვათ სასარგებლო დასკვნა დაიდოს იქ ამიტომ მე აშკარად ვაწყობ და ამას აწყობს ძალიან ბევრი რომ სწორედ ამ კომისიის დასკვნაზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების არასებობასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს დასკვნა, ესე დასკვნა ქაღალდზე კი არ დაიდება, ეს გადაიგზავნება
გაეროს უშიშრობის საბჭოზე, ბუნებრივია და ის გახდება განხილვის საგანი და მე ამას რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოხდეს ხალხური პიროვნების მიერ თავად ევროსაბჭოშივე არ განიხილავენ. რა თქმა უნდა, იქაც განიხილავენ ევროსაბჭოშიაც, ევროპარლამენტშიაც განიხილავენ და ბუნებრივია გაეროს უშიშრობის საბჭოშიაც განიხილავენ. ბატონო და ამას შეიძლება უძინესი შედეგები მოხდეს ხალხური სუბიექტების მიმართ. ამიტომ ყველაფერი ეს რა ხდება ბატონო რა? ეს სწორედ იმიტომ ხდება ამ ქვეყანაში შიგა პროცესები, რომ როგორმე სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმა გადაირჩინოს თავი, ასე ვთქვათ, აი ამ უბედურებისაგან. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, რასაც საუბრობთ, უნდა დაუფიქსეთ ხოლმე და უნდა თუ რეალურად ვერ განსაზღვრეთ ის რეალობები, რომელიც სინამდვილეში არსებობს, მაშინ ჩვენ ამ ქვეყანას საბოლოოდ დავუყვართ. ეხლა ხშირად მომისმენია ბატონო დავით, გაზეთებში უმფროსოდაც წამიკითხია და ძირითადად რუსთავურზე და სხვა ტელევიზიების არხებზე ეგეთი გამონათქმევები, რომ აიო, ჩვენო, აი ზომი რო იყო და მერეო ევროკავშირმაო განაცხადაო, რომ ჩვენო რუსეთთანო მაინცო დავამყარებთ ურთიერთობებსო აღვადგენთო და რაღაც ერთიანო და გამოდიოდნენ ჩვენი ზოგიერთი ასე ვთქვათ პარლამენტის წევრი პოლიტიკოსები და ამბობდნენ, რომ აი ევროპამ ჩვენ გაგვცალა რუსეთის გაზზე და რაღაცეები. ეხლა მე ყველას უნდა უთხრა რა, რადგან პარლამენტში ხართ, ძმებო, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ პოლიტიკოსები. პოლიტიკა, პოლიტოლოგია და ეს რთული მეცნიერებებია. რთულია, ძალიან რთულია და ძალიან ბევრ საკითხებთან არის დაკავშირებული და ძალიან ბევრი ცოდნა და მუშაობა ჭირდება, რომ გაერკვეთ სინამდვილეში რა ხდება და ამიტომ ჯობია რუსიას ვერ ერკვევით პირის გაღება და სისულელით ლაპარაკს არა საერთოდ გაჩვენდეთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ თუ შეხედავთ ბოლოს განვითარებულ პროცესებს, რაც მოხდა ევროკავშირში, თქვენ დაინახავთ, რომ რეალურად დაწყებულია ცივი ომი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეხლა მე გეტყვით. რატომაც კაცო ვერ გავიგე საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება ხდება სადღაც და კაციშვილი ამაზე ხმას არ იღებს. მე პოლიტიკოსები ვყავს მხედველობაში რა, პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი და სხვები. 12 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა უზარმაზარი სამიტი ევროკავშირის. და მიღებული იქნა ახალი სტრატეგია ევროკავშირის. ეს არის ფანტასტიკური, თვითონ დაასწრეს ისტორიული, ასე ვთქვათ, ისტორიული სამიტი დაასწრეს. იცით რა წერია შიგნით? იქ არის ორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი არის, რომ მიიღეს ახალი კონცეფცია სამხრეთ პარტნიორობის შესახებ და სამხრეთ პარტნიორობა ნიშნავს მაგალითად, ესე იგი, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებთან სტრატეგიულ პარტნიორობას და გასაოცრად სუპოლისაგან და რუსეთის გასაგიჟებლად, სხვათა შორის, პარტნიორობის ახალ სქემაში მოაზრებულია ბელორუსია და სომხეთი. უკრაინა, ეხლა გასაგებია, მოლდავეთი გასაგებია მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი, საქართველო და ამას არის დამატებული სომხეთი და ეს რა ქვია, ბელორუსია. და ეს აგებულოს ეს რაღაცა ხაზაა გადმოსული, მთელი გეგმაა. ბატონო დავით, ესე იგი, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები, ეტაპობრივი თავისუფალი სავიზო რეჟიმი, მცირე და საშუალო ბიზნესის უშუალო ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის და აგრარული სექტორის განვითარება ამ ქვეყნებში, ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა. ფანტასტიკური რაღაცა არის და გამოყოფილი არის $1 მილიარდი სამი წლის განმავლობაში და არ მეგონა რომ მომავალი წლიდან იწყება ეს ამბავი, რომ სააკაშვილმა არ დაიბრალოს, იმიტომ რომ სააკაშვილი რო წავა, იმის შემდეგ იწყება ეს პროექტი, ეს არის 2010 წელი. 2010 წლიდან იწყება და მთავრდება 2013 წელს. 9 მილიარდი. ეს არის საპილოტო პროექტი, დასაწყისია, ბატონო. ამაშია საქმე. და ფაქტიურად მე უნდა ვიცხოთ, რომ ეს არის უზარმაზარი ზეწოლა. რა თქმა უნდა. ხო და ეს არის საშინელი ზეწოლა, ეხლა ამას გაამატებთ თქვენ ბატონო დავით, ის ნავთობის ფასების ვარდნა სოფლიო მასშტაბით. ამას გაამატებთ კიდე, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატების ინიციატივები ევროპაში რაკეტული სისტემების განლაგებისა. გაამატებთ ის კრიზისი, რომელიც ეკონომიკურად შექმნილი არის რუსეთში და თქვენ დაინახავთ დაახლოებით იმ სქემას, რომელიც საბჭოთა კავშირის, ესე იგი, დაახლოებით 85-დან 90-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის წინამდე მიმდინარეობდა გლობალური მასშტაბით. მე არ ვიძახი, რომ
ასე იგი დასავლეთის ინტერესებში არის რუსეთის დაშლა. არავითარ შემთხვევაში არ არის მისი, იმიტომ რომ იქ ჩინეთის საფრთხეები არსებობს და ბუნებრივია რომ მაგას ესე იგი არ დაუშვებენ, მაგრამ